ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინას საპოლიციო სახელმწიფოდ აქცია, დახურა მედია საშუალებები, პოლიტიკურ ოპონენტებს კი მასობრივად აპატიმრებს. ამის შესახებ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ამერიკელმა უფლებადამცველმა ისაუბრა, რომელიც უკრაინაში საქმიანობს. ბობ ამსტერდამის თქმით, დასავლური მედია უკრაინაში არსებულ რეალურ ვითარებას არ ასაჯაროებს. ზელენსკი ძალიან არაპოპულარულია, მას კონსტიტუციური მანდატი აღარ აქვს. ხალხი ფრონტის ხაზზე იძულებით მიხავს, მოსახლეობა უიმედოდაა. ომში მსხვერპლი დიდია, მთავრობაში კი ფართო მასშტაბის კორუფცია. მე უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას წარმოვადგენ და ჩვენი მრევლი ფრონტის ხაზზე მიდის ისე, რომ მათ ეკლესიებს ანადგურებენ, მრევლსა და მღვდლებს სცემენ. ზელენსკის რეიტინგები მთლიანად გაყალბებულია, ის რომ მართლა პოპულარული იყოს და ხალხის ნდობა ჰქონდეს, მაშინ პრესას არ გაანადგურებდა. პოლიტიკურ ოპონენტებს ღალატის ბრალდებით არ დაიჭერდა. უკრაინულ სასამართლოსთან ურთიერთობა საერთოდ შეუძლებელია, რადგან ეს ქვეყანა საპოლიციო სახელმწიფოდ იქცა. საიდუმლო პოლიცია დევნის ყველას და ყველაფერს. დასავლური პრესა კი ამ ინფორმაციას ბლოკავს. წარმოუდგენელია თუ როგორ არაკეთილსინდისიერად აშუქებენ უკრაინაში ჩამოსული დასავლელი ჟურნალისტები ინფორმაციას. მალავენ ყველაფერს. არასოდეს შუქდება ის თუ რეალურად რა ხდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არსებობს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურებას. ეს ფაქტი არ შუქდება. ხალხმა ზელენსკის განდიდების ნარატივი მიიღო და დრო ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს ნარატივი დაამსხვრიოს. 5 წლის წინ პოროშენკოს ადმინისტრაციამ ამერიკის სახელმწიფოს დახმარებით დანერგა ახალი სახელმწიფო ეკლესია. ამ ეკლესიას აფინანსებენ USAID-ის მსგავსი ორგანიზაციები. ეს არის ფაქტობრივად ცენტრალური დაზვერვის ოპერაცია.